თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება. ინტერესთა გამოხატვას თბილისის მერია მომავალ კვირას გამოაცხადებს. პროექტის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინტერესთა გამოხატვის პირობებზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ განცხადებას თბილისის მერი დავით ნარმანია გააკეთებს. პრემიერთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა ჩვენი პროექტი თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოო მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს მწვანე შუქი, რათა უახლოეს დღეებში გამოვაცხადოთ საერთაშორისო კონკურსი დაინტერესებული ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ჩადებენ ინვესტიციას და დედაქალაქში ააშენებენ თანამედროვე სტილის ნარჩენების გადამამუშავებელ წარმოებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ერთის მხრივ გარემო დავიცვათ და მეორეს მხრივ იყოს ცივილური ფორმით ნარჩენების მართვის სისტემა, როგორც მუნიციპალიტეტისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ მოუწოდებთ კომპანიებს იაქტიურონ ამ თვალსაზრისით და მიიღონ მონაწილეობა ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში.